მოგესალმებით. დღეს შაბათია საღამოს 9 საათი და ამ დროს პირველ არხზე ტრადიციულად თქვენ უყურებთ ვახოს ანაიას რეპორტაჟს. გადაცემა, რომელსაც ყველამ უნდა უყუროთ. თემა, რომელიც თითოეული ჩვენგანის, ჩვენი ოჯახის წევრების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობას ეხება. პური, კარტოფილი, კარაქი, სოიო, ბანანი, ლობიო, კომბოსტო, ყავა და ასე შემდეგ. არის თუ არა უსაფრთხო ის საკვები, რომელსაც ყოველდღე ვყიდულობთ. რითი ვიკვებებით? რატომაა დაშვებული ჩვენთან ის, რაც ევროპის ქვეყნებში აკრძალულია ან განმასხვავებელი ეტიკეტით იყიდება? როგორ გავარჩიოთ გენმოდიფიცირებული პროდუქტი ნატურალურისგან და როგორ მოქმედებს ის ორსული ქალებისა და ბავშვების სიცოცხლეზე და იწვევს თუ არა უშვილობას? როგორ მიიღება გენმოდიფიცირებული პროდუქტი? ექსპერიმენტებით თაგვებსა და კურდღლებზე. ეკლესიის პოზიცია, პატრიარქის ეპისტოლე და გენმოდიფიცირებული პროდუქცია. ცხოველური ცილები გენმოდიფიცირებულ და სამარხო საკვებში. არ ღვევთ თუ არა მარხვას ისე, რომ ამის შესახებ წარმოდგენაც არ აგაქვს. დგას თუ არა ეროვნული პროდუქცია კატასტროფის წინაშე. საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის გენური ინჟინერიით მიღებული პროდუქცია და ამცირებს თუ არა ის სიცოცხლის ხანგრძლივობას. არგუმენტები, განსხვავებული აზრები და დებატები სტუდიაში. ვახოს ანაიას რეპორტაჟი. ფრანკენშტეინის სურსათი. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა გენმოდიფიცირებული სურსათი. საკითხი იყოფა ორ ძირითად ნაწილად. პირველი, საშიშია თუ არა ასეთი პროდუქცია ჩვენი ჯანმრთელობისთვის და მეორე, უნდა ჰქონდეს თუ არა გენმოდიფიცირებულ საკვებს ნიშანდება იმისთვის, რომ გავარჩიოთ ნატურალურისგან. ეს ის შეკითხვებია, რომელსაც დღევანდელ გადაცემაში დავსვამ და მათზე პასუხების მიღება შევეცდებით. ჯერ რეპორტაჟებში და ოდნავ მოგვიანებით სტუმრებთან ერთად. ჩვენი სტუმრები იქნებიან პარლამენტის წევრი გიორგი გოგუაძე, არქიმანდრიტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამა ადამი, ჟურნალისტი მიხეილ თავხელიძე და საქართველოს ხარისხის ფონდის პრეზიდენტი გიგლა კუნჭულია. ეს დისკუსია რამდენიმე წუთში, მანამდე კი ჩვენი რეპორტაჟი. ფრანკენშტეინის სურსათი. ხორბალი, პამიდორი, მზესუმზირა, siminди, ბრინჯი, კარტოფილი, ყავა, სოიო, მაიონეზი და ასე შემდეგ. ამ პროდუქტების ნაწილი საქართველოში გენმოდიფიცირებულია და თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად საკვებად იყენებს. მაგრამ საქართველოში დღეს შეუძლებელია გარკვევა, რომელია გენმოდიფიცირებული და რომელი ნატურალური პროდუქტი. შემოსულ იმპორტულ პროდუქტზე არაა დატანილი სპეციალური აღნიშნული ნიშანი, რომელიც საშუალებას მისცემს მომხმარებელს განასხვავოს ერთმანეთისგან ნატურალური და გენური ინჟინერიით მიღებული პროდუქტი. ეს არის რევოლუციური მიღწევა ადამიანის ტექნოლოგიური განვითარების, რომელიც საშუალებას იძლევა მივიღოთ ან უკეთესი პროდუქტი აქ სცენარეებზე მხოლოდ ლაპარაკის სხვათა შორის, ან უფრო მეტი, იგივე ძალისხმევით და ამაში ცუდს არაფერს არ ხედავ პირიქით, კარგია, იმიტომ რომ გაცილებით მეტ ადამიანს შეუძლია ეს პროდუქტი მოიხმაროს და ეს რომ არ იყოს ბევრ ქვეყანაში გაცილებით მძიმე სიტუაცია იქნებოდა კვებასთან დაკავშირებით, ვიდრე ახლა. როგორც პარლამენტში განმარტავენ, 2011 წლიდან საქართველოში უნდა ამოქმედდეს კანონი პროდუქტის მარკირების შესახებ. საკვებ პროდუქტს სპეციალურ ლაბორატორიებში შეამოწმებენ. ამის შემდეგ კი მომხმარებელს გაუჩნდება არჩევანის საშუალება და ეცოდინება თუ რას ყიდულობს. დღეს მოქმედი კანონმდებლობით გენმოდიფიცირებული პროდუქტების წარმოება და შემოტანა საქართველოში საერთოდ არაა დარეგულირებული. შესაბამისად, არავინ იცის თუ რას იღებს ჩვენი ორგანიზმი. ჩვეულებრივ საკვებს თუ ყინვა განმძლე, თეთრი დათვის გენისგან შექმნილ პომიდორს. ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. დეპუტატთა ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველო გენმოდიფიცირებული პროდუქტებისა და ცოცხალი ორგანიზმებისგან თავისუფალ ზონად უნდა გამოცხადდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში 15-20 წელიწადში ქართული ბოსტნეული და მარცვლეულის ჯიშები საერთოდ განადგურდება.
გენმოდიფიცირებული პროდუქცია სპობს როგორც ორგანიზმს, ისე ნიადაგს, ისე ენდემურ ჯიშებს. კანადაში იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც 10-15 წლის განმავლობაში ითესებოდა ერთი და იგივე ადგილას გენმოდიფიცირებული სიმინდი და ამან გამოიწვია, რომ დღეს ის ტერიტორია მთლიანად მოკვდა, მიწა მოკვდა უბრალოდ. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება საქართველოში პატარა ტერიტორიის გამო, რომ ექსპერიმენტები ვატაროთ ჩვენს ჯანმრთელობაზე, ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე და ჩვენი ადგილობრივი ტრადიციული ჯიშების განადგურების საფრთხესთან ვითამაშოთ. მე უფრო მეც გეტყვით. ესეთი სახის შემოტანილი თესლი, რომელიც საქართველოში დაითესება 1-2 წლის შემდეგ ის მოერევა ადგილობრივ ჯიშებს, ადგილობრივ თესლს და მომავალში საქართველოში სათესლე ხორბალს ვეღარ მოვიყვანთ, სათესლე კარტოფილს ვეღარ მოვიყვანთ. ასეთ ქვეყნებს განეკუთვნება საქართველო, რომელსაც თავისუფლად შეუძლია გამოკვებას არათუ დღეს ქვეყანაში მცხოვრები ადამიანთა რაოდენობა, არამედ მისი პოტენციალი არის 10-12 მილიონი ადამიანის გამოკვება და საქართველოში არ უნდა იდგეს ეს საკითხი ასე. იმიტომ რომ საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა და არ გააჩნია ისეთი რესურსი მიწის, რომელშიც შეიძლება თუნდაც საგამოცდოდ იყოს შემოტანილი ესეთი თესლები. და აღარაფერს აღავლაპარაკობ, რომ ჩვენი სადაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში ყავს, ესე ვთქვათ, პირუტყვი, ანუ მისი გენიც არ არის ბოლომდე დაცული ჯიშების და აქ შემოყვანა რამე, ესე ვთქვათ, გენმოდიფიცირებულისა არის შეუძლებელი. გენეტიკურად მოდიფიცირებული მარცვლეული კულტურები თუ სხვადასხვა კულტურები, რომელიც შემოდის საქართველოში თუ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არ არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნებელი. მსოფლიოს ბევრ სახელმწიფოში გენმოდიფიცირებული პროდუქტების იმპორტს კარტახენის ოქმი არეგულირებს. ეს აქ გაეროს დოკუმენტი, რომელიც 2000 წელს შეიქმნა და 2003 წლიდან მრავალ ქვეყანაში მოქმედებს. კარტახენის ოქმი პირდაპირ არ კრძალავს გენმოდიფიცირებული პროდუქტების წარმოებას, მაგრამ მკაცრად არეგულირებს ამ საკითხს. ამ პროტოკოლს საქართველო 2008 წლიდან შეუერთდა. მანამდე კი ეს პროექტი პარლამენტმა კენჭისყრაზე ორჯერ ჩააგდო. კარტახენის ოქმის რატიფიკაცია ამ დრომდე არ მოუხდენია შეერთებულ შტატებს. საქართველომ განაცხადა ღიად, რომ ჩვენ ვანვითარებთ ძალზე სერიოზულად ტურისტულ ინფრასტრუქტურას. აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ ამ მიმართულებით მუშაობთ, ბუნებრივია, რომ ეს ვალდებულებები ქვეყანამ რაც აიღო, ეს უნდა შესრულდეს. ჩვენ პირველ რიგში მინიმუმ უნდა დავიწყოთ მარკირება იმ პროდუქტებისა, რომელიც არის გენმოდიფიცირებული. სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია, რომ ჩვენ შევძლოთ ვაწარმოოთ უფრო მეტი პროდუქცია. სამწუხაროდ საქართველოში გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქციის წარმოება შეუძლებელია, იმის გამო, რომ არ არსებობს შესაბამისი კვლევითი ინსტიტუციები. მე ვსმენთ, რომ ასეთი შესაძლებლობა რო არსებობდეს, ძალიან კარგი იქნებოდა ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, რადგან გვექნებოდა საშუალება, რომ ექსპორტზე გაგვეტანა გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტი, რომელზეც ძალიან დიდია მოთხოვნა. კარტახენის ოქმის მოთხოვნის შესასრულებლად საქართველოს პარლამენტმა 2010 წლის 28 მარტს მიიღო დადგენილება და მთავრობას დაავალა 6 თვის ვადაში გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების გავრცელებისა და გამოყენების შესახებ კანონპროექტი მოემზადებინა. ჯერ აი ესეთი კანონპროექტი არ მიგვიღია. 2010 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი მოვიდა და მან დაადასტურა, რომ ესეთი ლაბორატორიები უკვე საქართველოში არსებობს, ანუ რეალურად უნდა გადაიდგეს წინ გარკვეული ნაბიჯები. ჩვენ ბუნებრივია ველოდებით მთავრობისაგან კანონპროექტს, რომელშიც განსაზღვრული იქნება წესი თუ როგორ მოხდეს გენმოდიფიცირებული პროდუქციის მარკირება. 2008 წელს კათოლიკოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში გენმოდიფიცირებული პროდუქტების მოხმარებასა და მოსალოდნელ მძიმე შედეგებს დიდი ადგილი დაეთმო. პატრიარქის აზრით, საქართველოს საერთაშორისო ბაზარს სოფლის მეურნეობის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია უნდა შესთავაზოს. გენების მანიპულირებით და გენმოდიფიცირებული პროდუქტების შექმნით მეტად საშიში ნაბიჯი გადაიდგა. ამ მიმართულების მომხრეები ხშირად ამტკიცებენ, რომ ისინი იგივე საქმიანობას ეწევიან, რასაც მაგალითად სელექციონერები, რომელთაც უკეთესი ჯიშები გამოყავთ. მართალია გენების გადაცემა სელექციის დროსაც ხდება, მაგრამ მხოლოდ ერთი სახეობის ან მონათესავე სახეობის ინდივიდებს შორის. სელექციის დროს ბრინჯი შეიძლება შეჯვარდეს მხოლოდ ბრინჯის სხვა ჯიშებთან, მაგრამ არა მაგალითად ვაშლთან. გენური ინჟინერიის შემთხვევაში კი ეს ბარიერი მოხსნილია. გენი გადააქვთ მცენარიდან მცენარეში, მცენარიდან ცხოველში, მცენარიდან ცხოველიდან ან ბაქტერიიდან ადამიანში.
ამ დამახინჯებულ გენებს კი აქვთ გამრავლების უნარი. რაც ღვთის მიერ 1000 ლეულების განმავლობაში დაწესებული სახეობათა შორისი საზღვრებისა და წესრიგის დარღვევას იწვევს. ეს კი გამოუსწორებელ შედეგს მოუდავს გარემოს და ჩვენ სულიერ სამყაროსაც დააზიანებს. გენური ინჟინერიასთან დაკავშირებით ეკლესიის პოზიცია მკაფიოა და ამბობს, რომ ის ადამიანის ჯანმრთელობას ზიანს აყენებს. საუბარია ასევე მარხვის უნებლიე დარღვევაზეც. რას სახეს პროდუქტს ღებულობს, იგი რა თქმა უნდა მარხვის დარღვევა არ ჩაითვლება. მეორეს მხრივ სასურველი არ არის, რომ ამგვარი სახით ჩვენ მივიღოთ რომელიმე პროდუქტი, რომელშიც ცხოველური მინარევია. ბიოლოგთა ერთი ნაწილი კიდევ უფრო საგანგაშო შედეგებზე ლაპარაკობს და ამტკიცებს, რომ ეს გენმოდიფიცირებული პროდუქციის ყოველდღიური მოხმარებითაა გამოწვეული, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერთა აზრი ამ საკითხზე ორადაა გაყოფილი. ორსულებს და მზარდ ორგანიზმებს საერთოდ უნდა ავარიდოთ ისეთი რამ, რაშიც ოდნავ მაინც გვეპარება ეჭვი. აი უბრალოდ თუნდაც საჭმელი როდებს მაცივარში რამდენიმე დღე ხომ არ მივცემთ მზარდ ორგანიზმს, ანუ მოზარდ ბავშვს ყოველთვის ვარიდებთ და ვცდილობთ მივცეთ კარგი ახალი პროდუქტი. აი თუნდაც ამ კუთხიდან შევხედოთ, ამდენი კითხვის ნიშანია, ამდენი ეჭვი არსებობს. და სწორედ მაგიტომ არის საჭირო რა მოთხოვნაა დღეს მთელ მსოფლიოში იყოს ეს პროდუქტი მარკირებული 0-დან 6 წლამდე და უმეტესად 0-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის გენმოდიფიცირებული საკვები შესაძლებელია შეიცავდეს საფრთხეს ალერგიისას. რამე თუ თქვათ ჩვენ ზუსტად ვიცით რომ ამ ბავშვს აქვს ალერგია თევზზე, მაგრამ პომიდორში რომელსაც ჩვენ ვაძლევთ, არ ვიცით რომ არის თევზი. არის აზრი რომ იწვევს გარკვეულ გართულებებს, არის აზრი განსაკუთრებით ამერიკელების აზრი რომ ეს არავითარ გართულებას არ იწვევს და პირიქით სასარგებლოა იმისათვის რომ გაიზარდოს მოსავალი, გახანძილდეს შენახის ვადა და მოხდეს მისი შესაბამისი ტრანსპორტირება. გენური ინჟინერია არის რაღაც სელექციას ნორმალური სელექცია, ოღონდ იმ განსხვავებით რომ გენური ინჟინერია საშუალებას იძლევა იგივე შედეგს მიაღწიო, რაც სელექცია გაცილებით უფრო მოკლე დროში. ხო, მაგალითად ჩვენ ხო არ ვდარდობთ მიჩურინის ვაშლი რამდენად უსაფრთხოა ან სასარგებლო, ხო? ვიცით რომ არაფერი არ მოგივა ის თუ შეჭამ. თუ რა რაოდენობითაა გენმოდიფიცირებული პროდუქტები ქართულ ბაზარზე, ამის თქმა დღეს შეუძლებელია. ექსპერტების ვარაუდით, ეკოლოგიურად სუფთა დაახლოებით 10-15%-ია დარჩენილი. იმპორტული პროდუქტის თითქმის 100% კი გენმოდიფიცირებულია. ამწუხაროდ ჩვენი ბაზარი ჯერჯერობით არ არის მზად იმისათვის, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქცია აინგრძალოს, იმიტომ რომ შესაძლოა გაჩნდეს დეფიციტი კონკრეტულად ამა თუ იმ პროდუქციაზე. ამ მხრივ ადგილობრივი ბაზრის ხელშეწყობა, კერძოდ წარმოების არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ხაზი რომ გაუსვათ რა არის რეალურად საქართველოში წარმოებული და ქართულ ნედლეულისაგან შექმნილი პროდუქცია. გენმოდიფიცირებულ საკვებთან დაკავშირებულ საფრთხეებს არიზიარებს სოფლის მეურნეობის მინისტრი. ბაკურ კვეზერელი სრულ პასუხისმგებლობას იღებს, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტები ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ არის. ეს სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გამოცხადო, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქცია, საკვები პროდუქცია არ არის მავნებელი ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ეს არის ექსპერტების და იმ მეცნიერების პოზიცია, ასევე რა თქმა უნდა, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ ამ პროდუქტების მავნებლობის თუ თქვათ კეთილსაიმედოობის დადგენას შესაბამისად. ამ მომენტისთვის მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სრული პასუხისმგებლობით შესაძლებელია გავაკეთო განცხადება, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვები არ არის მავნებელი ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გენმოდიფიცირებული პროდუქტები ჯანმრთელობისთვის მავნებლად არ მიიჩნევა. ამ საკითხზე მთელ მსოფლიოში დებატები მიმდინარეობს. მეცნიერების ვარაუდით ამ პროდუქტებზე კვლევები უნდა გაგრძელდეს და საბოლოო და ზუსტი შედეგის დასადგენად 3 თაობა უნდა გამოიცვალოს. ჩვენ დავბრუნდით კვლავ სტუდიაში, ჩემთან ერთად ახლა იმყოფება დღევანდელი თემის ერთ-ერთი ავტორი გიორგი თუხარელი, ის ახლა თვალსაჩინოდ წარმოგვიდგენს თუ რა ხდება გენმოდიფიცირებულ პროდუქტთან დაკავშირებით საზღვარგარეთ. გიორგი, შენ კარგა ხანს მუშაობდი ამ თემაზე და გითხარი, ჩვენ შეგვიძლია რუკაზეც ვაჩვენოთ, ხო ეს ყველა. ევროპაში გენმოდიფიცირებულ საკვებთან დაკავშირებით არის სხვადასხვა სიტუაცია, ვახო.
პირველი უნდა აღინიშნოს არის ქვეყნები, სადაც მთლიანად არის აკრძალული გენმოდიფიცირებული მცენარეების თესლი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისთვის, ასევე მთლიანად აკრძალული გენმოდიფიცირებული პროდუქტი. ეს ქვეყნებია პოლონეთი, ავსტრია, შვეიცარია, საბერძნეთი, უკრაინა. საბერძნეთი, ავსტრია, შვეიცარია, პოლონეთი, უკრაინა, ასევე უნგრეთიც, თუმცა არის ქვეყნები, სადაც არ არის მთლიანად დაკრძალული, მაგრამ რეგიონების უმრავლეს ნაწილში აღარ იყენებენ ამ ტექნოლოგიებს. ეს ქვეყნებია, როგორც ხედავთ, საფრანგეთი, სლოვენია, იტალია, ალბანეთი, ხორვატია. ანუ ეს დავაზუსტოთ, ესე იგი, რა განსხვავებაა მწვანეთი და ნარინჯისფერით მონიშნულ ქვეყნებს შორის ერთმანეთისგან? მწვანეთ მონიშნულ ქვეყნებში მთლიანად არის აკრძალული, კი. თუმცა ნარინჯისფერად შეფერილ ქვეყნებში აქ თითქმის მთლიანად არის აკრძალული, თუმცა დარჩენილია რეგიონები გამონაკლისის სახით, სადაც კიდევ კვლავ იყენებენ ამ ტექნოლოგიებს. თუმცა აქ არის ერთი საერთო, რაც მთლიანად ევროპას აერთიანებს, ეს არის ის, რომ ევროპის ყველა ქვეყანაში არის ვალდებულება, რომ პროდუქცია, რომელიც არის განთავსებული სუპერმარკეტში, იყოს მარკირებული, რათა მოსახლეობა შეეძლოს თვითონ გაარჩიოს და რომელი იყიდოს გენმოდიფიცირებული თუ ნატურალური. ბუნებრივია ყველას უჩნდება შეკითხვა, რატომ აიკრძალა ევროკავშირის ქვეყნებში, ან რატომ არის ასეთი შეზღუდვები და დიფერენციაცია ამ საკითხში? არის ორი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. ერთი ის, რომ ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შესწავლილი რა საზიანო ეფექტი აქვს ამას ადამიანისთვის გენმოდიფიცირებულ პროდუქტს და შესაბამისად მანამ არის აკრძალული ეს, სანამ ბოლომდე არ იქნება დაზუსტებული ის თუ ავნებს თუ არა ეს ადამიანის ჯანმრთელობას. ეს ერთი. მეორე მოტივი არის ის, რომ გენმოდიფიცირებული მცენარეთა თესლი გარკვეულწილად ზეგავლენას ახდენს ენდემურ ჯიშებზე და მათ გადაშენებას უწყობს ხელს, ასეთი მოსაზრებაა და თუმცა ამას ბევრი მოწინააღმდეგე ძალიან დიდი დებატები იმართება და კამათი ზუსტად ამაზე იქნება ჩვენი გადაცემის მომდევნო ნაწილები და მათ შორის სტუმრებთან საუბარის და ერთი შეკითხვა რაც შეეხება ექსპორტიორ ქვეყნებს, მოდი ეს ქვეყნებიც გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს და თვითონ რა ხდება ექსპორტიორ ქვეყნებში, თავადაც იყენებენ, საზღვარგარეთაც გააქვთ, აი ეს სიტუაცია მინდა ავუხსნათ მაყურებელს. ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ არსებობს ქვეყნები, რომლებიც საკმაოდ აქტიურად ხორციელებენ ექსპორტს, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ თვითონ არ იყენებენ. ძალიან დიდი ექსპორტიორი ამერიკის შეერთებული შტატები არის, კანადაც, არის ბრაზილიაც, არის ინდოეთიც, თუმცა ამავე ქვეყნებში თვითონვე ფერმერები იყენებენ ამ გენმოდიფიცირებულ პროდუქციას, გენმოდიფიცირებულ მცენარეთა თესლს. და ასე ხო, კარგი, გიორგი, ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ დიდი ხანი მუშაობდით მართლაც ამ თემაზე და სწორედ გიორგი თუხარელის და ჩვენი ჟურნალისტის გიორგი გაბრიჩიძის მიერ მომზადებულ რეპორტაჟს გთავაზობთ ახლა მაშასე ჩვენი გადაცემის მომდევნო ნაწილი საზღვარგარეთის ქვეყნები და გენმოდიფიცირებული პროდუქცია. მსოფლიოში იაფის საკვების ეპოქა დასრულდა. 21 საუკუნეში დედამიწის მოსახლეობამ 6 მილიარდს გადააჭარბა. აქედან 15%-ზე მეტი, ანუ 925 მილიონი ადამიანი შიმშილობს. მეცნიერები 2050 წლისთვის პლანეტის მოსახლეობის გაორმაგებას და კიდევ უფრო მეტი მშიერი ადამიანის გაჩენას ვარაუდობს. საკვების ნაკლებობის აღმოფხვრას მეცნიერთა ერთი ნაწილი გენური ინჟინერიით ცდილობს. მათი მტკიცებით ამ მეთოდით მთელი დედამიწის დაპურება შეიძლება, რადგან გენმოდიფიცირებულ ბოსტნეულს, ხილსა და მარცვლეულს ვერ აზიანებს მავნე ბაქტერიები, მწერები და მღრღნელები. ის უძლებს ძლიერ ყინვას. შედეგად მკვეთრად იმატებს მოსავლიანობა, პროდუქტის ღირებულება კი მცირდება. ჩანაფიქრი იყო კარგი, რომ დაუშვათ მიენიჭებინათ რაღაც ახალი თვისებები ორგანიზმისთვის, მაგალითად პომიდორისთვის, ყინვა გამძლეობა და ამისათვის თევზის გენი გადანერგეს, ან კარტოფილში გარკვეული ტოქსინი რო გამომუშავებულიყო ბაქტერიის გენი გადანერგეს და ამით იგი კოლორადოს ხოჭოს თითქოს და თვითონ უმკლავდება. და ანუ ჩანაფიქრი თითქოს კარგი იყო და კეთილშობილური, რომ გაემარტივებინათ გლეხების და ფერმერების ცხოვრება და ასე შემდეგ. ეს იყო გაცხადებული დეკლარირებული ჩანაფიქრები, მაგრამ საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ თურმე სინამდვილეში ეს შეიცავს ძალიან ბევრ საფრთხეებს. ეს ისევ აი ირაციონალური შიშების სფეროდან არის. გაგიგიათ ალბათ ეს გენმოდიფიცირებული პროდუქტი ეშმაკისეულია, რომ აი ამერიკას უნდა ჩვენი ქართველი ერის განადგურება და რაღაც მრავალი ესეთი სისულელე, რომელსაც ძალიან ხშირად მოისმენთ, ან მით უმეტეს წაიკითხა. გენური ინჟინერია ახალი შექმნილი და ბოლომდე შეუსწავლელი სფეროა. პირველი წარმატებულიც და 1977 წელს ჩატარდა. გენმოდიფიცირებული სასოფლო პროდუქტი კი პირველად 1987 წელს შეიქმნა, როდესაც ვირუსებისა და ბაქტერიებისგან გამძლე პომიდორი გამოიყვანეს. წარმატებული ექსპერიმენტების შემდეგ მთელ მსოფლიოში წარმოება 1993 წლიდან იწყება.
საშიშროება უფრო აღმოჩნდა არის თვითონ ის კონსტრუქცია, რომელიც კუჭ-ნაწლავშიც არ იშლება. ანუ მისი მონელება არ ხდება. რატო არის საშიში? იმიტომ რომ თვითონ ამ კონსტრუქციაში გენთან ერთად ჩაშენებული არის ვირუსული პრომოტორი. გენური ინჟინერია გულისხმობს ერთი ორგანიზმიდან მეორის უჯრედში ინფორმაციის გადატანას. შედეგად ორგანიზმს ახალი თვისებები ენიჭება. მისი გარჩევა ნატურალურისგან ლაბორატორიული კვლევის გარეშე შეუძლებელია. ასეთ პროდუქტს ევროპაში ფრანკენშტეინის სურსათი დაარქვეს. იმისთვის რომ პამიდორი, ვაშლი ან მარწყვი ყინვაგამძლე გახდეს, უნერგავენ თევზის გენს, კონკრეტულად კი ატლანტიკის ოკეანის ცივ წყლებში მობინადრე თევზ კამბალას გენს. სიმინდს კი გველის ან მორიელი შხამისგან მიღებულ გენს, რომ დაცული იყოს მწერებისგან და უხვი მოსავალი მოვიდეს. არ არის ბოლომდე პასუხი გაცემული კითხვაზე, რამდენად მოახდენს ეს გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე. არ არის ჯერ ერთი სულ ესე იგი ბოლო 10 წლეულის მანძილზეა, რომ ადამიანი მიირთმევს ამ გენმოდიფიცირებულ საკვებ პროდუქტებს. დროის ხანგრძლივობაც არ იძლევა საშუალებას, რომ მომხდარიყო დეტალური გამოკვლევა, ესე იგი ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამჟამად მიმდინარეობს ევროკავშირში კვლევითი პროექტები გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გავლენაზე ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მეცნიერები ექსპერიმენტებს თაგვებზე, წიწილებსა და კურდღლებზე ატარებენ. იყო შედეგები, რომ მდედრული თაგვებს კვებავდნენ ასეთი გენმოდიფიცირებული საკვებით და მათ შემდეგ ყავდათ დარშვებული ნაშიერები. ან თუ აღწევდნენ ისინი გარკვეულ დასწრულ ასაკს ნაშიერები, იყვნენ სტერილური, ანუ თვითონ შთამომავლობას ვეღარ ეძლებოდნენ. აი ესეთი საგანგაშო შედეგებიც კი იყო გენმოდიფიცირებული კულტურებთან დაკავშირებით. ცდების ჩატარება ადამიანებზე მოიხსენებათ არ წარმოებს, აქ ხდება მხოლოდ ეპიდემიოლოგიური დაკვირვება და ამას სჭირდება დიდი დრო. ფრანკენშტეინის სურსათად წოდებულ პროდუქტს რამდენიმე სერიოზული კომერციული უპირატესობა აქვს ნატურალურ საკვებთან შედარებით. ესაა პროდუქციის დაბალი თვითღირებულება, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობა და ვარგისიანობის ვადის ხანგრძლივობა. არ შეიძლება წეხვი დღეს ღერდეს ერთი ლარი. ფიზიკურად გამორიცხულია შენ ლარად, ჯერ მის ტექნოლოგიას და მის მუშახელს ვერ დააფინანსე და კილო წეხვი ლარი როგორ უნდა ღერდეს. ანუ უკვე ხვდები რომ მასში შეიძლება ხორცი საერთოდ არ იყოს. აი ამდენად აუცილებელია რომ მომხმარებელმა იცოდეს ის რა შემადგენლობის არის. Რამდენად ის სურვებს მაშინ რომ იაფი გადაიხადოს და იცის რას შეიცენს. ქართული ბაზარი, ქართული გლეხი ამით ჩვენნაირი ხარისხის რაც საქართველოში მოდის პროდუქტი ძალიან იშვიათია. ფრანკენშტეინის სურსათი ევროპის რამდენიმე სახელმწიფოში საერთოდ აკრძალულია. ზოგიერთ ქვეყანაში კი სპეციალური ზონებია გამოყოფილი. ევროპული სუპერმარკეტების უმრავლესობამ კი საბოლოოდ უარი თქვა გენმოდიფიცირებული პროდუქტების რეალიზაციაზე. ბებერ კონტინენტზე ამ საკითხთან დაკავშირებით თხილი პოზიცია აქვთ. ჩვენ ამ საკითხზე დეტალურად მუშაობთ და კვლევებს ვატარებთ. ჩვენი მიზანია, რომ ევროპის მოსახლეობის ჯანმრთელობა დაცული იყოს. ჩვენი სტანდარტების მიხედვით იმისათვის, რომ ევროპულ ბაზარზე გენმოდიფიცირებული პროდუქტი მოხდეს, ნებართვა ასაჭირო. ამ ნებართვის აღებას კი ღრმა და სერიოზული სამეცნიერო კვლევა სჭირდება, რათა დაადგინდეს თუ რამდენად უსაფრთხოა ეს პროდუქცია ადამიანისათვის. პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ აუცილებლად ტარდება მარკირება და მომხმარებელი უკვე ყველანაირად ინფორმირებულია. თუმცა ევროპის 6 სახელმწიფოში გენმოდიფიცირებული პროდუქცია საერთოდ აკრძალულია. დანარჩენ ქვეყნებში კი შეზღუდვებია დაწესებული. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი ბოლო პერიოდში მკვეთრად გაიზარდა გენმოდიფიცირებული საკვების მოხმარება. მეცნიერთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ გენური ინჟინერიით მიღებული კულტურების მოშენება ხელშეუწყობს მავნებელი მწერებისა და სარეველების ახალი სუპერჯიშების წარმოშობას. ვინაიდან გენური ინჟინერიის გზით მიღებულ ჯიშებს არ აქვს გამრავლების უნარი. ფერმერები მთლიანად დამოკიდებული გახდებიან მათ მწარმოებელ კომპანიებზე. მეცნიერების ერთი ნაწილის მტკიცებით, გენური ინჟინერიით მოყვანილი პროდუქტის საფრთხეს უქმნის ეკოსისტემასაც და შესაბამისად ადამიანის ჯანმრთელობას. ესეთი თესლი მაგალითად სიმინდის, ხორბლის, სოიოსი და რამ გამრავლების უნარი არ გააჩნია მათ. ისინი დათესა ამოვა და დამთავრდა ამით ყველაფერი. ამდენად აი ესეთი ქვეყნები, რომლებიც ამ ასეთ თესლს ხმარობენ, ისინი თავი და ბოლომდე დამოკიდებულები არიან რას კორპორაციებზე,
ფრანკენშტეინის სურსათის წინააღმდეგ პირველი სერიოზული პროტესტი გარემოს დამცველებმა და ფერმერებმა 1996 წელს ამსტერდამში მოაწყვეს. მაშინ შეერთებული შტატებიდან გენმოდიფიცირებული სოიოთი დატვირთული გემი შევიდა. გერმანიაში მაქს პლანკის ინსტიტუტში გენური ინჟინერიით დამზადებული საცდელი ნათესები რამდენჯერმე გაანადგურეს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით კი გრინპისის აქტივისტები დღემდე მართავენ აქციებს გენმოდიფიცირებული პროდუქტების წინააღმდეგ. ასეთი პროდუქტი ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ გაეროს მონაცემით მომავალ 10 წლეულში სურსათზე ფასი დაახლოებით 40%-ით მოიმატებს. გაძვირდება ხორბალი, ზეთი და რძის პროდუქტები. მეცნიერთა ერთი ნაწილის პროგნოზით გენურ ინჟინერიაზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება. და ჩვენ განვაგრძობთ საუბარს გენმოდიფიცირებულ პროდუქციასთან დაკავშირებით, უკვე სტუდიაში და წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს, პარლამენტის წევრი გიორგი გოგუაძე, ჟურნალისტი მიხეილ თავხელიძე, არქიმანდრიტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამა ადამი და საქართველოს ხარისხის ფონდის პრეზიდენტი გიგლა კუნჭულია. ყველა სტუმარს გადავხდი ძალიან დიდ მადლობას, იმიტომ რომ მოგზავნდნენ დღეს ჩვენთან სტუდიაში სტუმრად და პირველი შეკითხვა მინდა დაგისვათ, ყველა სტუმარს ეხება, ბატონ გიორგი, თქვენგან დავიწყებთ. ამ შეკითხვაზე ბუნებრივია ყველა მაყურებელს აინტერესებს პასუხი, არის თუ არა გენმოდიფიცირებული პროდუქცია საშიში ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მოგესალმებით, მივესალმები ტელემაყურებელს, ძალიან აქტუალური თემაა და მოსახლეობას ძალიან აწუხებს ეს საკითხი. აქვე მინდა დავამატო, რომ დავძინო, რომ მე სპეციალისტი რა თქმა უნდა არ გახლავართ, მაგრამ მქონდა ძალიან ინტენსიური შეხვედრები სპეციალისტებთან, ძალიან სერიოზული მეცნიერები არიან საქართველოში, რომელთაც ძალიან დიდი კვლევები აქვთ გაკეთებული და არა მხოლოდ საქართველოში და ჩემი აზრით რეალურად ეს არის საშიში ჯანმრთელობისათვის. თელ მსოფლიოში მეცნიერთა აზრი გაყოფილია ორად, ასე ვთქვათ 50-50-ზე, გარკვეული ნაწილი ამტკიცებს, რომ ეს არ არის ესეთი საშიში და მეორე საპირისპიროს. ანუ დაახლოებით 50%-იანი რისკი არის სახეზე და ეს გარკვეული პერიოდი ჭირდება, რამოდენიმე წელი, ალბათ რომ სრულად დაზუსტეს ის დაკვირვებების შესაბამისად მოხდეს მისი ანალიზი, რომ გამოითქვას საბოლოო აზრი. რაც შეეხება პირადად ჩემსას, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჯანმრთელობის საშიში და შესაბამისად, რა ვიცი, სარგებლობს შემთხვევით, რომ მინდა ეს აზრი კიდევ ერთხელ დავადასტურო თქვენს გადაცემაში. გასაგებია, ბატონ მიხეილ, ჩემი შეკითხვა თქვენთანაც იგივე. ბატონო, დიდი მადლობა, გამარჯობა. ნება მიბოძეთ არ დაგეთანხმოთ. გენმოდიფიცირებული პროდუქტები და მით უმეტეს მათი რეგულაცია და სარეგულაციო რეჟიმები არის ჩემი ჟურნალისტური ინტერესის სფერო. და მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად არ არის საშიში. ანუ რაღაცა პატარა რისკები შეიძლება იყოს, მაგრამ ეს რისკები ნებისმიერ პროდუქტს თან ზდევს. შეიძლება ადამიანი კიტრით მოიწამლო ბოლოს და ბოლოს, მაგრამ ბოლო 20 წელი ამ გენმოდიფიცირებულ პროდუქტს იყენებს მთელი მსოფლიო. დაახლოებით პლანეტის მოსახლეობის 6 მილიარდიდან 1 მუდმივად რეგულარულად ამ პროდუქტს იღებს, მაგალითად სიმინდის ფქვილის ან მის მიერ წარმოებული პროდუქტების სახის, მათ შორის საქართველოში. გასაგებია, ამ საკითხს ჩვენ განვავრცობთ, ზუსტად მანამდე მინდა მამა ადამსაც მინდა იგივე შეკითხვა დაუსვა, არის თუ არა საშიში გენმოდიფიცირებული პროდუქცია მოსახლეობისთვის? გენმოდიფიცირებული პროდუქცია არის სხვადასხვა სახის, ამდენად მისი საშიშროება მოსახლეობისათვის სხვადასხვა ხასიათისა, მაგრამ ჯანმრთელობისათვის არის რა საშიში. უნდა აღნიშნოთ, რომ არა მხოლოდ იმ ადამიანებისათვის, რომლებიც უშუალოდ ღებულობენ ამ პროდუქტს, არამედ ახდენს რა იგი ზეგავლენას ადამიანის რეპროდუქციულ ფუნქციაზე, საბოლოო ჯამში შთამომავლობაზეც ახდენს გავლენას. ხოლო რაც შეეხება გენმოდიფიცირებული ორგანიზმების არსებობას დედამიწაზე, იგი საერთოდ სიცოცხლეს საფრთხის წინაშე აყენებს. რა თქმა უნდა, ვისთვისაც ახლო არის ის პრობლემები, რომლებიც დღეს არსებობს სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში და უპირველეს ყოვლისა გენურ მედიცინასა და გენომიკაში, მისთვის ამ შეკითხვაზე პასუხი არის ერთგვაროვანი, რომ იგი საშიშია და სანამ დროა საჭიროა მივიღოთ ჩვენ გარკვეული ზომები, რათა დავიცვათ მომავალი თაობები.
გასაგებია ბატონ გიგლა, საიდან ეს შიში ვთქვათ მოსახლეობაში ან მეცნიერების იმ ნაწილში, რომელიც ამტკიცებს, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქცია საშიშია. საიდან გაჩნდა მეცნიერულად ეს არის დადასტურებული, რომ ან საშიშია, ან არ არის საშიში. რამე საბუთი გვაქვს ამის? პრაქტიკულად გაყოფილია დღეს მეცნიერთა და არა მხოლოდ მეცნიერთა აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. გაყოფილია იმდენად, რამდენადაც აი ეს დასაბუთებული და დამტკიცებული ფაქტები ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა ვარაუდი იმისა, რომ რაღაც შეიძლება გარკვეული პერიოდის შემდეგ მოხდეს, ესეთი ვარაუდი არაერთგზის გამოთქმულა და მეტად კომპეტენტური პირების მიერ. რაც შეეხება თვით ამ საკითხს 20 წელია მართლა და 25-30 წლის წინ ალბათ ვერც კი წარმოვიდგენით, რომ იმ დროისათვის ეს ფანტასტიკური მოვლენები თუ შეიძლება ასე ითქვას, დღეს ცხადი იქნებოდა და შესაძლებელი იქნებოდა ესეთი გამოყვანა ხელოვნურად ისეთი სახის პროდუქტებისა, რომელიც მრავლადაა დღეს მსოფლიოში წარმოდგენილი. უბრალოდ მე შემიძლია ის ვთქვა, რომ მომხრეების რიცხვი ამ შემთხვევაში აქცენტს აკეთებს არა იმაზე, რომ ეს ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, არამედ უფრო მის სასაქონლო სახესთან დაკავშირებულ დადებით თვისებებზე მიუთითებს იმაზე, რომ მოხმარებისთვის ან მოყვანისათვის ის გაცილებით ადვილია, ვიდრე ჩვეულებრივი ბიოლოგიურად და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და აქედან გამომდინარე, როგორც ცხოვრება არის განვითარებული, პროგრესი სახეზეა, აი ზუსტად აი ამ ცხოვრების დინებას, დინამიკას მიყვება ეს პროცესიც, რაც კვებასთან არის ძირითადად დაკავშირებული, მოსახლეობა პლანეტაზე გაზრდილია, გამოკვება ყველა სჭირდება და იმ მეცნიერთა ყურადღების აქეთკენ მიპყრობა, რომლებიც მუშაობენ ამ თემატიკაზე, რა თქმა უნდა, ესეც გამართლებულია ამ შემთხვევაში. გასაგებია, ბატონ მიხეილ, თქვენ თქვით, რომ არ არის საშიში გენმოდიფიცირებული პროდუქცია, მაგრამ მაშინ, როდესაც არ არის დამტკიცებული მეცნიერულად, რა შედეგს მოიტანს ეს, თქვათ, თუნდაც 50 წლის შემდეგ. დღეს გვაქვს იმის საშუალება, რომ ვამტკიცოთ, ან მომხრე ვიყოთ გენმოდიფიცირებული პროდუქციის, ან მოწინააღმდეგე, აი, რა პასუხი გაქვთ ამ შეკითხვას? არც ერთი კვლევა არ არსებობს, რომელიც ცალსახად იტყოდა, რომ კონკრეტულად გენმოდიფიკაციის შედეგად მიღებული პროდუქტი რაიმე ზიანს აყენებს, თუნდაც ეხლა ცხოვრებთაობებს, ან თუნდაც მათ შთამომავლებს მამაო. საქმე იმაშია, რომ ორგანიზმი ადამიანის ისეთი მოწყობილობაა, რომელიც ნივთიერებებს შეიწოვს იმის და მიუხედავად ან საკვებს, რა ისტორია ქონდა ამ საკვებს წინასწარ, საკვების პერსონალური ისტორია ორგანიზმს ასე ვთქვათ არ აინტერესებს. ვთქვათ, ცილა, სახამებელია, როგორ წარმოიქმნა, როგორი პროდუქტისგან, იმ პროდუქტს მანამდე რა უქნეს, სანამ ის გაიზარდა, ეს ორგანიზმს არ აინტერესებს. ამიტომ მე საერთოდ არ მგონია, რომ ეს შეიძლება რაღაც საშიშროებას შეიცავდეს მომავალშიც კი. თან ვიმეორებ, აქონ დროზე არ არის მხოლოდ, არა, შეიძლება 10 ადამიანს აჭამო გენმოდიფიცირებული სიმინდი 100 წლის განმავლობაში და ვერაფერი ვერ გაიგო, მაგრამ 1 მილიარდ ადამიანს აჭამო ის 1 წლის განმავლობაში და უბრალოდ სტატისტიკურად სურათს მიხვდეთ. ხალხო, არც ევროპაში, რომელიც გამოიყენებს ამ გენმოდიფიცირებულ სიმინდს და კიდევ სხვა რამოდენიმე სახეობის პროდუქტს, არც აზიაში, არც ამერიკაში ხალხს არაფერი ამის გამო არ მოსდით და ძალიან ბედნიერად და ჯანმრთელად ცხოვრობენ. ბატონ გიორგი, თქვენ ითხოვთ იმას, რომ აიკრძალოს საერთოდ გენმოდიფიცირებული პროდუქციის შემოტანა საქართველოში? დიდი მადლობა. სოფლიოში რეალურად გენმოდიფიცირებული პროდუქციის წარმოება დაიწყეს იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო 60 წლის განმავლობაში სოფლიო მოსახლეობის რაოდენობა მთლიანი კაცობრიობის გაიზარდა 3-ჯერ, ვიდრე მთელი ადამიანის არსებობის მანძილზე. და უბრუნებრივია დადგა შიში იმისა, რომ ეყოფა თუ არა ნატურალური პროდუქცია მთლიან მოსახლეობას. თქვენ იცით, რომ გენმოდიფიცირებული მრავალ, ასე ვთქვათ, ეს მოცულობითი არის თავისი მოსავლის
გავლენობის კუთხით და სხვა თვისებებით და აქედან გამომდინარე. ხა რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი მოსახლეობა თქვენ იცით რომ არის 4.382.000 ადამიანი და ჩვენი ტერიტორიები იძლევა იმის საშუალებას, რომ დაახლოებით 10 მილიონმა ადამიანმა მიიღოს ნატურალური პროდუქცია. აქედან გამომდინარე, უბრალოდ ისმის კითხვა, რომ რატომ უნდა შემოდიოდეს ჩვენთან, როცა შეგვიძლია ჩვენ ვაწარმოოთ. ეს პოტენციალი აქვს, ვთქვათ, 10 მილიონი ადამიანი გამოყვებოს საქართველოს. დღეს ათვისებულია ეს პოტენციალი. მოდი, ასე წარმოვიდგინოთ. დღეს ვთქვათ, აიგრძალა გენმოდიფიცირებული პროდუქცია საქართველოში. ქვეყანა შიფშილი არ ემუქრება? მშვენიერი კითხვაა, რადგან ეს ხო არ არის ესე ჯაჭვურად ერთმანეთთან დაკავშირებული. ხომ არ უშლის ხელს იმპორტირებული, ხშირ შემთხვევაში IAP გენმოდიფიცირებული პროდუქცია ჩვენი სოფლის მეურნეობის განვითარებას. ანუ თუ რეალურად მაგალითად ხორბალი 500.000 ტონა შემოდის საქართველოში, რომელიც არის გენმოდიფიცირებული და არის IAP დაუშვათ, ხო არ უშლის ხელს და ხო არ მოდის, იმიტომ 50.000 ტონა საქართველოში, ხო? აი ამაზე ვიმსჯელოთ, ალბათ საინტერესოა. ასევე ძალიან საინტერესოა და მნიშვნელოვანი აქ მხოლოდ სოფლის მეურნეობას და ჯანდაცვას არ უკავშირდება, ეს საკითხი უკავშირდება ჩვენი ტურისტული ამოცანების სტრატეგიასაც, ხო? ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს უზარმაზარი პოტენციალი აქვს ტურიზმის და დამეთანხმეთ, რომ თუ საქართველო გამოცხადდება გენმოდიფიცირებული პროდუქციისგან და გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმებისგან თავისუფალ ქვეყნად, ვფიქრობ, რომ ტურისტების რიცხვი უფრო გაიზრდება, ვინაიდან დღეს ტურისტი მხოლოდ სასტუმროს ხარისხს არ აფასებს, ის ინტერესდებათ ქვეყანაში რა პროდუქტი არის და მისი კვების ასე ვთქვათ შესაძლებლობები როგორ იქნება. ბატონ გიორგი, აი აქვე კითხავთ. არის განვითარებული სახელმწიფოები, სადაც დაშვებულია გენმოდიფიცირებული პროდუქცია. არის ევროკავშირის ქვეყნებზე არის ცალკე ასე ვთქვათ, ცალკე რაღაცები ვრცელდება, იქ რო აკრძალულია და ასე შემდეგ, მაგრამ ასევე განვითარებულ სახელმწიფოებში არ არის აკრძალული. ეს ამას რა ახსნას უძებდა? ბუნებრივია იგივე ახსნა არის, მაგალითად ჩინეთში არ არის აკრძალული, იმიტომ რომ ძალიან დიდი რაოდენობის მოსახლეობაა და რა თქმა უნდა, მათ არ შეუძლიათ რომ ნატურალური პროდუქციით გამოყვებონ ის რაოდენობა მოსახლეობის, რომელიც ჩინეთში ასევე სხვა ქვეყნებში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დამეთანხმება, რომ საქართველოს აქვს ის მიწა-წყალი, რომელიც რეალურად გვაძლევს ჩვენ საშუალებას, რომ თვითკმარი, ასე ვთქვათ, სასურსათო პოლიტიკა ვაწარმოოთ ქვეყანაში. გასაგებია, მამა ადამიანს მინდა ვკითხო, დღეს საქართველო არის მზად იმისთვის, რომ უარი თქვას გენმოდიფიცირებულ პროდუქციაზე. უპირველეს ყოვლისა, იმისათვის, რომ უპასუხოთ შეკითხვას, ქვეყანა არის თუ არა მზად რაიმე გადაწყვეტილების მისაღებად, რა თქმა უნდა შეიქმნას შესაბამისი იდეოლოგიური საფუძველი და რაც მთავარია, მეცნიერული საფუძველი. თუ ჩვენ ვიფიქრებთ მართლა ისე, როგორი აზრით სამწუხაროდ იყო წარმოდგენილი, რომ ადამიანის ორგანიზმი არის მოწყობილობა, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს საკვები პროდუქტის წარმომავლობას, რა თქმა უნდა, ეს ჩვენ მიგვიყვანს იმატერიალისტურ ბიოლოგიასთან, რომელიც წლების განმავლობაში ვითარდებოდა სამწუხაროდ იმ სახელმწიფოში, რომლის ნაწილიც ჩვენ ვიყავით. პირიქით, ადამიანის ორგანიზმი ეს არის ურთულესი ბიოლოგიური სისტემა. ურთულესი ბიოლოგიური სისტემა, რომელიც რეაგირებს არა მარტო ქიმიურ შედგენილობაზე, არამედ იგი რეაგირებს მთლიანად იმ ინფორმაციაზე, რომელიც საკვებთან ერთად შედის ორგანიზმში. ჩვენ, როდესაც ვლაპარაკობთ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმზე, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პროდუქტი თავის თავში მატარებელია ცოცხალი მოლეკულის, რომელიც არის უცხო გენეტიკური წარმოშობის. ადამიანი სათვის იგი საშიში ხდება მაშინ, როდესაც ამგვარი გენეტიკური მასალა ხდება სხვა სახეობის უჯრედში. ჩვენ უფრო ღრმად შევისწავლოთ რა არის გენმოდიფიცირებული ორგანიზმები, მაშინ ჩვენ ეს შეკითხვები აღარ გაგვიჩნდება. დღეს საფრთხე ის კი არ არის გამოვყვებავთ თუ არა, საფრთხე ემუქრება ქართულ ეკოლოგიურ სისტემას. თუ ჩვენ შემოვიტანთ ტრანსგენულ მცენარეებს და ასეთი მცენარეები სამწუხაროდ შემოტანილია, იგი განდევნის ეკოლოგიური სისტემიდან ბუნებრივ მცენარეებს, მათ შორის ველურ ფლორასაც. და კიდევ ერთი რამ, როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ ეს მეცნიერული გამოკვლევები არ არსებობს სწორედ იმ დაინტერესებული ტრანსკონტინენტალური მონოპოლიების წყალობით, რომლებიც არ არიან დაინტერესებული და შესაბამისად ამგვარ მეცნიერულ კვლევებს არ აფინანსებენ. თორემ თუ მოგვაქვს რომელიმე მაგალითი, უნდა ვთქვათ, რომ ის, როდესაც ჩვენ შთამომავლობაზე ვლაპარაკობთ,
ეს არის ბიოლოგთა მიერ ჩატარებული კვლევები პოლონეთში, დიდ ბრიტანეთში, რუსეთში და სადაც დადგენილია ეს ყველაფერი. მინდა გითხრათ, რომ ვიდრე შემოვიდოდა გენმოდიფიცირებული პროდუქტები, აუცილებელი იყო ხანგრძლივი ექსპერიმენტების წარმოება. საჭირო არის ცხოველებზე ექსპერიმენტის ჩატარება 5 თაობის განმავლობაში მაინც. სამწუხაროდ ამგვარი კვლევებისაგან დღესაც იკავებენ თავს. ამიტომ საჭირო არის მაღალი დონის ექსპერტების შეკრება, მეცნიერების, ბიოლოგების და ამ საკითხის შესწავლა არა პოპულარულ დონეზე, არამედ ღრმად მეცნიერულ დონეზე, ვინაიდან როცა გენომთან გვაქვს საქმე, როცა გენურ სტრუქტურებთან გვაქვს საქმე, ძალიან ძნელია დაიმედებულად განაცხადო რაიმე. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში გამოაცხადეს 21 საუკუნე ბიოლოგიური საშიშროების ხანად, ეპოქად და ეს ბიოლოგიური საშიშროების ხანა დაკავშირებული არის გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებთან და ადამიანისა და მისი ორგანოების კლონირების იდეებთან. ბატონ გიგლა, ეთანხმებით ამ აზრს, ეროვნულ პროდუქციას თქვენი აზრით ემუქრება გენმოდიფიცირებული პროდუქციის შემოტანა განადგურებით? მოგახსენებთ, საქართველოს ხარისხის ფონდმა დაიწყო ძალიან სერიოზული კვლევა ბიოპროდუქტებთან დაკავშირებით. ჩვენ გახლავართ ევროპის ხარისხის ორგანიზაციის ნაციონალური წარმომადგენლობა და ჩვენ კოლეგებთან ერთად ძალიან დიდხანს და ბევრჯერ გვიმსჯელია სწორედ ბიოპროდუქტებთან დაკავშირებით, რაც არის დღეს საქართველოს უდიდესი პოტენციალი სამომავლოდ. და დღესვე თუ არ დავიწყეთ ფიქრი აი ამ თემებთან დაკავშირებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან დიდ შანსს გავუშვებთ ხელიდან. ჩვენ საექსპორტო პოტენციალს გულისხმობ და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის გამოკვებას გულისხმობ ამაში. სულ უფრო და უფრო იზრდება მოთხოვნა ბიოპროდუქტებზე და ეს ზრდა დაფიქსირებულია მაშინაც კი, როდესაც 2008-2009 წლის კრიზისი მძვინვარებდა მთელ მსოფლიოში. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობა სულ უფრო და უფრო იხსნის იმისაკენ, რომ შეიძინოს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. ის ნიშა, რაც დღეს გაჩნდა ევროპის ბაზარზე, ეს არის ბიოპროდუქტების ნიშა, ეს ჩვენ აუცილებლად უნდა შევავსოთ და გამოვიყენოთ ეს შანსი. გასაგებია, ბატონ მიხეილ, თქვენ მინდა გითხოთ, ახლა უნდა გადავიდე მეორე საკითხზე, უნდა კონდეს თუ არა ნიშანდება და რატომ არა აქვს. როგორ უნდა გაარჩიოს მოსახლეობამ გენმოდიფიცირებული პროდუქცია ნატურალურისგან? ხომ აქვს მას ამის უფლება, რომ იცოდეს რას რითი იკვებება? რა თქმა უნდა, თუ უნდა, რა თქმა უნდა. ანუ მე აბსოლუტურად წამს თავისუფალი ბაზრის მოქმედების ერთი ფუნდამენტური კანონის, რომელიც სრულდება საქართველოშიც და ნებისმიერ სხვა ადგილას. ეს არის მიწოდება, მოთხოვნის და მიწოდების კანონი. თუ არის მოთხოვნა, იქნება მიწოდებაც. მე ძნელად წარმომიდგენია, როგორ შეიძლება საქართველოში ავგრძალოთ რაიმეს შემოტანა, რაიმე პროდუქტის შემოტანა. ჩვენი საზღვრები, ჩვენ ხო კუნძულზე არა ვართ. ჩვენი საზღვრები არის ბიოლოგიურად აბსოლუტურად გამჭვირვალე. ეს იმისი არ იყოს, სადღაც მოვისმინა, რომ ვიღაცას უნდა ქართულ ფუტკარს აუგზავნოს, თქვათ აზერბაიჯანში ფრენა, ეს როგორ? იგივე არის აქაც. ასევე წარმოუდგენელია ხო სრულად? აბსოლუტურად წარმოუდგენელი. მაშინ ესე იგი ლაბორატორიები უნდა დავაყენოთ ყველა საზღვრის გამსვლელ პუნქტზე ან საბაჟოზე. ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტის იდენტიფიკაცია არის წარმოუდგენელად ძნელი და ძვირი. აი ეს რას გამოიწვევს? ფასების შემცირებას თუ გაძვირებას? არა, მე მგონი ეგ ორ რაღაცას გამოიწვევს. პირველ რიგში ეს ფასები გაიზრდება, რადგან ზედმეტი მოქმედება იქნება ჩასატარებელი ბაზარზე პროდუქტის მიწოდებისთვის. ანუ რაღაც ზედმეტი რგოლი გაჩნდება და ეს ზედმეტი რგოლის გაჩენა გაიზრდება როგორც ნატურალური პროდუქციის ფასი, ასევე გენმოდიფიცირებული. ეგეც ესეც მნიშვნელოვანია. საქმე იმაშია, რომ მხოლოდ ის კი არ იქნება იძულებული მარკირება გააკეთოს, ვინც მართლა გენმოდიფიცირებულ პროდუქტს ყიდის, არამედ ისიც, ვინც ამას არ ყიდის, რომ დაასტუროს, რომ არა, მე ამას არ ვაკეთებ. ანუ წარმოიდგინეთ, მსხვილი იმპორტიორი, ვთქვათ, ბოსტნეულის და პატარა ფერმა სადღაც თბილისის გარეთ, რომელიც იგივე ტიპის ბოსტნეულს აკეთებს. ორივემ უნდა გაიაროს ერთი და იგივე ლაბორატორიული შემოწმება.
სხვილისთვის ეს მის ბიუჯეტში დიდად შესამჩნევი თანხა არ იქნება, პატარასთვის შეიძლება იმდენად დიდი აღმოჩნდეს, რომ ის საერთოდ დახუროს ეს ფერმა და სხვა რამე გააკეთოს, მაგალითად ტაქსი ატაროს. ჩვენი ეხლანდელი ბალანსი, ანუ იმპორტის და ადგილობრივი წარმოების სოფლის მეურნეობაში არის დაახლოებით თანაბარი. იგივეს ვაწარმოებთ აქ, რაც შემოდის საზღვარგარეთიდან. ჩვენ თუ ან მარკირება დავიწყეთ, უпростоრად ან თუ დავავალეთ ყველა წარმოებელ შემომტანს და გამყიდველს მარკირება, ან თქვათ ავგზავნეთ რაღაც პროდუქტების შემოტანა, სხვა ცუდი შედეგების გარდა ჩვენი ეროვნული წარმოება უბრალოდ შემცირდება და იმპორტის წილი გაიზრდება. გასაგებია, ბატონ გიორგი, ეთანხმებით ამას მარკირებასთან დაკავშირებით რა პოზიცია გაქვთ? სამწუხაროდ თუ არ ვთქვი ბატონი მიხეილი ბოლომდე საქმის კურსში არ არის, რას ჩემი ინიციატივა რას გულისხმობდა, რომელიც პარლამენტის დადგენილებით დასრულდა, ეს გულისხმობს, რა თქმა უნდა, არა აგრძალვას რაიმე პროდუქციის, არამედ მარკირებას და ვფიქრობ, რომ ჩვენ მოქალაქეებს კონსტიტუციურად აქვს მინიჭებული უფლება არჩევანი გააკეთონ, ისევე როგორც რა პროდუქცია უნდა იყიდონ და რაც შეეხება აღნიშნავ, რომ სხვამ უნდა გააკეთოს თუ არა, რა თქმა უნდა არ უნდა გააკეთოს, ვინც შემომტანია იმპორტიორი, მხოლოდ მათ ევალებათ შესაბამისად და ვინც მწარმოებელია. რაც შეეხება ასე ვთქვათ, ევროპაში არის გავრცელებული ეს ტერმინი მარკირება და მეორე ტერმინი არის ზედამხედველობა. ზედამხედველობის ნაწილში მინდა ვთქვა, რომ ეს არ ჯდება ძალიან ძვირი და ამის ლაბორატორიები არსებობს. თქვენ იცით, რომ ახლა ეკოლოგიური პროექტები სოფლიოში ძალიან ბევრია და დარწმუნებული ვარ, ჩვენ რო ვთხოვოთ ევროკავშირს, საერთოდ შეიძლება უფასოდაც გადმოგცენ რამოდენიმე ლაბორატორია იმისთვის, რომ შერეულად ვაწარმოოთ მონიტორინგი. თუმცა ეს არ არის სანქციების სახე, რაც შეეხება ფასს, რომელიც თქვენ ფიქრობთ, რომ გაიზრდება, გარკვეული ოპონენტებიც ფიქრობდნენ, რომ აუცილებლად გაიზრდება პროდუქციაზე ფასები, მე და მოსახლეობა დავაწყნარო და უთხრა, რომ პირიქით დღეს გენმოდიფიცირებული პროდუქციაც მარკეტში ნატურალურის გვერდზე იყიდება ზუსტად ერთ ფასად. და როდესაც მოხდება მისი მარკირება, მარკეტინგულათაც და ზუსტად მოთხოვნა მიწოდების პრინციპიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ იძულებული იქნება იმპორტიორი, ვისაც დაბალხარისხიანი და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქცია აქვს შემოტანილი, მან დაწიოს ფასი. ამიტომ პირიქით ხალხო მინდა გითხრათ, რომ თუ მოხდება ჯანსაღი კონკურენცია და ასე ვთქვათ, ნატურალურ პროდუქცია და გენმოდიფიცირებულ პროდუქტს შორის, ბუნებრივია, რომ ის პროდუქცია მაგალითად ძირითადად სოიო, ბრინჯი, რაც პირველი მოთხოვნილების არის, გარწმუნებთ, რომ ამაზე ფასები პირიქით დაიწყოს. და ბატონ გიორგი, რა ინფორმაცია გაქვთ? იქნება მარკირება საქართველოში უახლოეს მომავალში თუ არ იქნება? მინდა გითხრათ, რომ დადგენილების შესაბამისად მთავრობა მიიღო დავალება, რომ აუცილებლად უნდა შემოიტანოს განსაზღვრული ავადები და მე ვფიქრობ, რომ თუ არ ვწდები, მთავრობის გარკვეული შესაბამისი სტრუქტურები მზად არიან, რომ ახალი წლიდან მოხდეს პროდუქცია. ახალი წლიდან არის ამ საკითხში წინააღმდეგობა? ყოველ შემთხვევაში მე არ მსმენი ამასთან დაკავშირებით, რომ გასაგებია, ჩვენი საუბარი გარკვეულწილად დასასრულისკენ მიდის, ამიტომ მე მინდა თითოეულ რესპონდენტს მივცე საშუალება, თქვენ ახლა ძალიან ბევრი ადამიანი გიყურებთ და თქვათ გენმოდიფიცირებულ პროდუქციასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ თქვენი აზრი და მიმართოთ უბრალოდ მოსახლეობას, რა შეგიძლიათ მათ უთხრათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ესეთი ურთიერთგამომრიცხავი პოზიცია აქვს და მოდი დავიწყოთ მამა ადამს მინდა მივცე თავდაპირველად შესაძლებლობა. მადლობთ. გენმოდიფიცირებული პროდუქტების აგრძელვა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა აგრძელვა, რა თქმა უნდა, ილუზიაა. იმიტომ რომ ამას ჭირდება დრო, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ რეკომენდაციები მივცეთ მოსახლეობას, ადამიანებს, გავაფრთხილოთ იმ საშიშროებაზე, რომელიც დაკავშირებულია ამგვარი პროდუქტების გავრცელებასთან. ხოლო რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობა, ჩვენ კარგა ხანი დაგვჭირდება კიდე, ვიდრე გენმოდიფიცირებულ კომპონენტებს ამოვიღებთ კვების ტექნოლოგიებიდან, რომელიც დღეს ჩვენში მუშაობს. თითქმის ყველაფერი, რაც იწარმოება, ამა თუ იმ კომპონენტს აუცილებლად შეიცავს გენმოდიფიცირებულს, მაგრამ ჩვენ დღეს უნდა დავიწყოთ სვლა ბიოლოგიური, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციისაგან და ჩვენ მომავალს იმედით ვუყურებთ. ამ პრობლემასთან დაკავშირებით 2008 წლის საადგომო ეპისტოლეში განაცხადა მისმა უწმიდესობამ და ეს საკითხი ჩააყენა არა მარტო პრობლემათა რიგში, არამედ იგი სულიერ პრობლემებსაც დაუკავშირა. ხოლო წელს ზაფხულში
მახსოვს საქართველოში ჩატარდა მსოფლიო კონგრესი მეღვინეობა მევენახეობის და საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ საქართველოში უნდა მოხდეს გენმოდიფიცირებული პროდუქტების შეცვლა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით. ამგვარი ნების შემთხვევაში და ამგვარი ლოცვა-კურთხევის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ვინც დაინტერესებული ამ საკითხით და ხელი მიუწვდება, ხელფეხი გვეხსნება და მართლა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ჩვენმა მოსახლეობამ, ჩვენმა მომავალმა თაობებმა მიიღონ ჯანსაღი პროდუქტი, საკვები, რომელიც ჯანმრთელობისათვის საშიში არ იქნება. მცენარეული და ცხოველური ორგანიზმები, რომლებიც ბუნებრივს არ განდევნიან და ეკოლოგიურ კატასტროფას არ გამოიწვევენ. გასაგებია, ბატონ გიგლა. ძალიან სერიოზული საკითხი გადაწყდა მარკირებასთან დაკავშირებული. ჩვენ ვამბობდი და კლავაც ვამბობთ და ხას უსვამთ იმას, რომ მომხმარებელს საშუალება უნდა ჰქონდეს ყოველთვის გაარჩიოს პროდუქცია და შესაბამისად მიიღოს სწორი არჩევანი გააკეთოს, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. ამისათვის საუკეთესო საშუალება, რა თქმა უნდა, მარკირება ეს იქნება ნებაყოფლობითი თუ სავალდებულო. მარკირება არ გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ უნდა იყოს გენმოდიფიცირებულ პროდუქციაზე. ძალიან კარგი არის და მისასალმებელია ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციასაც უნდა ქონდეს მარკირება და არსებობს ეს შემოღებულია უკვე ევროპის ყველა ქვეყანაში თითქმის. აქედან გამომდინარე, ჩვენი რჩევა არის ის, რომ მომხმარებელმა უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს შეფუთვას, მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს მარკირებას პროდუქციის. გასაგებია, ბატონ გიორგი. შეგიძლიათ? დიახ, ვფიქრობ, რომ მოსახლეობამ მიიღო ის ინფორმაცია და მათ შეიძლება ზოგ შემთხვევაში ჩვენზე მეტი ინფორმაციაც ქონდეს და ვფიქრობ, რომ სწორ არჩევანს გააკეთებენ ამასთან დაკავშირებით. უბრალოდ ერთი მარტივი მაგალითით შემიძლია თქვა, მაგალითად მოხდა ბოლო ექსპერიმენტი არის, როდესაც მანათობელი მედუზის გენი შეიყვანეს კურდღლის გენში და მიიღეს უკვე რეალურად არსებობს კურდღელი, რომელიც ანათებს. ეხლა არ ამგონი ამ რომელიმე სტუდიაში მსჯდომს კონდეს სურვილი, რომ ეს კერძი მიირთვას მანათობელი კურდღლის და ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ იმ მეორე საკითხთან დაკავშირებით, ბიოლოგიურ საზღვრებთან დაკავშირებით, ასევე ვაწარმოებთ ძალიან ინტენსიურ კონსულტაციებს ჩვენ მეზობელ პარლამენტის წევრებთან. ხშირ შემთხვევაში ისინი ძალიან აქტიურად არიან ჩართულები ამ მიმართულებაში და 2011 წელს შესაძლებელია, რომ არა მხოლოდ საქართველოზე იყოს საუბარი, არამედ მთლიანად რეგიონზე იყოს კავკასიის. დიდი მადლობა. მადლობთ, საინტერესო იყო მანათობელი კურდღლის მაგალითი, ბატონ მიხეილ. ეს მანათობელი კურდღელი შეიძლება კაი სანახავი იყოს, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ არავითარი ცხოველური წარმოშობის გენმოდიფიცირებული პროდუქტი დღესდღეობით არა მარტო საქართველოში, არამედ საერთოდ მსოფლიოში ბაზარზე არ არის. ანუ ექსპერიმენტებს შეიძლება კი ატარებენ და მე რო უყურებენ შედეგებს უხარიათ, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ეს რომც მოინდომოთ ამ კურდღლის შეჭმა ვერ შეჭამთ, ვერ იშოვით. ეხლა რაც შეეხება მოსახლეობას, პირველ რიგში მე ვეთანხმები ბატონ გიგლას, რომ მან უნდა გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. წყაროები ხელმისაწვდომია, თუ არასაკმარისი ინფორმაცია შეუძლიათ კითხონ უშუალოდ გამყიდველს, თუ იმან არ იცის, შეიძლება მიმართონ მაგალითად ისეთ ორგანიზაციებს, როგორცაც ბატონი გიგლა წარმოადგენს. ერთი არის, რომ მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ რაიმე სავალდებულოების აი ესეთ საქმეში, რომელიც აკრძალვა და ასე შემდეგ. დავალება ან გინდა თუ არა პოლიციის ძალით დაგაწერინებთ და ბაზარი უნდა იყოს თავისუფალი და ის თავის თავს დაარეგულირებს. ვისაც აინტერესებს რაღაცა ინფორმაცია, ის ყოველთვის მოძებნის საშუალებას ეს ინფორმაცია მიიღოს. სახელმწიფოს საქმე ესეთ რაღაცეებში ჩარევა არ არის არავითარ შემთხვევაში. ევროპის ქვეყნებში, მაგრამ აქაც კითხავთ მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნებში, რიგ ქვეყნებში არ არის ეს პროდუქცია, ხო, დაშვებული. აი ამ შემთხვევაში როგორ რეგულირდება? მე რამდენადაც მახსოვს, შეიძლება ზუსტად ციფრი არ გითხრათ, მაგრამ 4 თუ 5 ქვეყანაში ჩაატარეს ექსპერიმენტი აი ამ გენმოდიფიცირებული პროდუქტისგან თავისუფალი ზონის შექმნის და სავალალო შედეგები გამოიღო ამან. ეს ბოლო მაგალითი არის საბერძნეთი, რომელმაც აკრძალა
თქვათ ხორბალი აღმოჩნდა რომ მე წარმოიშვა ხორბლის დეფიციტი, მე გაჩნდა კონტრაბანდის პრობლემა, მე ამ ხორბლის ფასებმა აიწია, მოკლედ ყველაფერი გაფუჭდა. პურის რიგები საბჭოთა უпростоრად პოსტსაბჭოთა პერიოდში ალბათ ბევრს ახსოვს 90-იანებში. ესეთი კატასტროფულ შედეგს მარკირების შემოღება რა თქმა უნდა არ შემოიტანს, მაგრამ ბევრი არ დააკვდება. ბატონ გიორგი, აგრძალვა იყო აი ეს პირდაპირ ესეთი მეთოდებით, რომ ამბოდი ავგრძალოთ აი იმ ქვეყნებში, სადაც არ არის გენმოდიფიცირებული პროდუქცია. დიახ, რაც შეეხება საბერძნეთს, იქ სრულიად აკრძალულია, ასევე ავსტრიაშიც. და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყნებს, როდესაც გააჩნიათ პოტენციალი, რომ თვითკმარი, ასე ვთქვათ, სასურსათო პოლიტიკა აწარმოონ, ბუნებრივია, რომ მათთვის არ არის ეს ინტერესი შესული. თუმცა საქართველოს შემთხვევაში ჩვენი, ასე ვთქვათ, მიდგომებიდან გამომდინარე, მეც ვეთანხმები, რომ ეს აკრძალვები და რაღაც საბაჟო ბარიერებით კონკურენცია არ შეიძლება, ოღონდ უნდა იცოდეს მოსახლეობამ, რომ და ჩვენმა საზოგადოებამაც, რომ მაგალითად ისე ესეთ მაგალითს მოვიყვანო, რომ მაგალითად ჭოპორტის პამიდორთან კონკურენციაში ვერ მოვა გენმოდიფიცირებული პამიდორი. ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ თავის მოსახლეობას ამცნოს, რომ ეს არის გენმოდიფიცირებული. არ უთხრეს, რომ ეს ჯანმრთელობისთვის აშიში, ხა მარტივ მაგალითს ვიტყვით, თქვენ იცით, რომ სიგარეტის კოლოფს აწერია, რომ ის კლავს, მაგრამ მაინც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ამას იყენებს და ანალოგიურად იქნება იმასთან დაკავშირებით. უბრალოდ ინფორმაცია იქნება ნებისმიერ ადამიანს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო სტუმრებს და გეტყვით კიდევ ერთხელ თუ ვინ იყვნენ დღევანდელი გადაცემის ჩვენი სტუმრები. პარლამენტის წევრი გიორგი გოგუაძე, არქიმანდრიტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამა ადამი, ჟურნალისტი მიხეილ თავხელიძე და საქართველოს ხარისხის ფონდის პრეზიდენტი გიგლა კუნჭულია. ყველა სტუმარს კიდევ ერთხელ გადავუხდი დიდ მადლობას. ამით დღევანდელი გადაცემა დასრულდა. შევხვდებით ერთმანეთს მომავალ შაბათს პირველ ათზე, რა თქმა უნდა, საღამოს 9 საათზე. ნახვამდის.